რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელი კლინიკაშია და შიმშილობას აგრძელებს. ჟურნალისტი უკვე 25 დღეა შიმშილობს. ვივამეთში მას კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს. კლინიკაში შესვლისას მას შიმშილობისთვის დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდა. ვივამეთში ინეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის 24 დღეს მოხდა. მის გათავისუფლებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ საზოგადოების დიდი ნაწილი და დასავლელი მეგობრები. ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება ბოლო ცნობებს, როგორია მზია ამაღლობელის მდგომარეობა. დიახ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ექიმების თქმითვე, მას უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო ანალიზი და მოკვლევა დაისახლა სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვეწოდა კლინიკა ვივამეთის ხელმძღვანელმა. გეტყვით, რომ ზურაბ ჩხაიძე გვაწვდის რამდენიმე საგულისხმო ინფორმაციას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ზურაბ ჩხაიძისგან ვიგებთ იმას, რომ მას არ ჰქონია გონების კარგვის ეპიზოდი არც სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში და არც კლინიკა ვივამეთში. აქვე გეტყვით, რომ კლინიკა ვივამეთში მზია ამაღლობელის გადმოყვანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა გუშინ საღამო საათებში. შესაბამისად, რეჟიმის პატიმარი ქალის ეტაპირება რუსთავის ქალთა საპატიმროდან კლინიკა ვივამეთში სწორედ გუშინ საღამო საათებში მოხდა. ასევე ერთ-ერთი საგულისხმო ფაქტი, რომელსაც გვაწვდის ვივამედის კლინიკური ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არის ის, რომ მზია ამაღლობელი დასთანხმდა ინფუზიურ მკურნალობასა და თერაპიას, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი ისევ აგრძელებს შიმშილობას, თუმცა ის უარს ამბობს საკვები დანამატების მიღებაზე. ინფუზიური თერაპია კი მზია ამაღლობელს ამ შემთხვევაში დაეხმარება იმაში, რომ შედარებით გაუმჯობესდეს მინიმალურად მაინც მისი სასიცოცხლო პარამეტრები. ჩვენთან შემოვიდა კონტაქტური, ადეკვატური გონების კარგვის ეპიზოდი კლინიკაში არ ყოფილა. სტაბილურია. შიმშილობას განაგრძო. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ანალიზის შედეგების ნახვის შემდეგ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში. როგორც მისი გადმოცემით, მას არ აღუნიშნავს გონების კარგვის ეპიზოდი. მას ჰქონდა გარკვეული ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს შიმშილის ეფექტს. და აქედან გამომდინარე ჩატარებული იქნა ყველა აუცილებელი ის კვლევა, რაც საჭიროა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კლინიკა ვივამეთში მზია ამაღლობელის მოსანახულებლად მოვიდა მისი ინტერესების დამცველი ჯუბა ქათამაძე. როგორც იცით, მისი ინტერესების დამცველთა შორის მას რამდენიმე ინტერესების დამცველი ჰყავს, არიან სწორედ საიას იურისტები. ჯუბა ქათამაძე ჟურნალისტებს დაგვირდა, რომ უკვე უფრო მეც გვეტყვის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამ მიმართულებით მომავალი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ რაც დატოვებს უკვე პალატას, სადაც გუშინ, როგორც გითხარით, ვივამეთში განათავსეს რეჟიმის პატიმარი, პირველი პოლიტპატიმარი ქალი მზია ამაღლობელი. იქამდე კი ჩვენ ჩავწერეთ გიორგი ხიმშიაშვილი, მისი ერთ-ერთი ინტერესების დამცველი ბათუმში და შეგვიძლია მოვისმინოთ ასევე მისი კომენტარი. მზია ამაღლობელი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევების მიზნით. აქვე აღნიშნავთ, რომ ის რჩება შიმშილობის რეჟიმში და აგრძელებს შიმშილობის პროცესს. გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, მაგრამ გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ ექიმის რეკომენდაციით ეს ლაბორატორიული კვლევის პროცესი გაგრძელდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა მზია ამაღლობელის დარჩენა სამედიცინო დაწესებულებაში. დღეს დაველოდებით, ასე ვთქვათ, სამედიცინო გამოკვლევების შედეგებს და ცხადია, ამ პროცესში მზია ამაღლობელთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილება შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავმარტო, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა არ გულისხმობს მისი ამ პროტესტის ფორმის შეწყვეტას. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უკვე შეგახსენებთ, რომ 25 დღეა შიმშილობს. მისი ეტაპირება კი რუსთავის ქალთა საპატიმროდან კლინიკა ვივამეთში გუშინ საღამო საათებში მოხდა. როგორც ამას ვიგებთ მისი ინტერესების დამცველისგან, მზია ამაღლობელი არც ბოდიშის მოხდას აპირებს და არც შიმშილობის შეწყვეტას.